დავთქვა, ეს გარი უკვე ჩამოშლილი სიტუაცია, რაც თვითონ აკეთებენ. ბევრი შემოტევა მქონდა დღეს, ძალიან ბევრს გაუმკლავდა, აი ბოლოს რომ ჩემშვილს ნაძირალა უწოდა, აქ უკვე ნამეტარი ინერვიულე და გავეცი საკადრისი პასუხი, ცოტა კი გადავამეტე, მაგრამ არ აუშავს. ზვიადი ნაძირალა ნამდვილად არ არის და აი ბევრი ქართული ოცნების წევრები ვერ შეედრებიან ზვიადს ქვეყნის სიყვარულში და ნაძირალობაში. ბევრი არა, ვერავინ ვერ შეედრება. ხატია, თუ შენ გესმის ჩემი ხმა, მინდა რომ ჩემგან რამდენიმე კითხვა დაუსვა ქალბატონ ნარგიზს. მაგრად ვიყავი, მაგრამ აი ბოლოს სიტყვა ნაძირალამ ნამეტარი. ეკა მიშველაძე გეუბნებათ სტუდიიდან, რომ ბევრი კი არა ვერავინ შეედრებაო და სურს რომ კითხვები დაგისვათ, ეკა გისმენთ, აუცილებლად გადავცემ თქვენს კითხვებს თუ შეიძლება პირველ რიგში უთხარი მადლობა და უთხარი რომ მის გვერდით ვართ, ეს ძალიან მინდა რომ იცოდეს და მისი ემოციები ჩემთვის იყო აი არ ვიცი, მეც ვტიროდი და ვჩხუბობდი მასთან ერთად. ეს პირველ რიგში, მაგრამ რაც მაინტერესებს, მოახერხა თუ არა ზვიადთან საუბარი, იმიტომ რომ ამბობდა ასეთ რამეს, როდესაც აი ასეთი აღელვებული იყო, რომ არაუშავს დედა დაგელაპარაკები და დავმშვიდდებიო და მოახერხა დღეს ზვიადთან საუბარი და დაამშვიდა ზვიადმა და რა უთხრა მან იქიდან აი ესეთ ძალიან მაინტერესებს და თუ შეიძლება რომ დღევანდელი დღე როგორ თulis შედგა თუ არა დღევანდელი დღე და მიზანი მიღწეულია თუ არა რაც იყო მათი, იმიტომ რომ ეს მათი იდეა იყო და მათი გადაწყვეტილება რომ მორალის თვალსაზრისით არ ქონდათ ქართული ოცნებას წევრებს რომ მისულიყვნენ მემორიალთან 9 აპრილის. უპირველეს ყოვლისა სოლიდარობა და ძალიან დიდი პატივისცემა გადმოგცათ ეკა მიშველაძემ და გითხრათ რომ აქ ფიზიკურად შეიძლება არ იყო თქვენთან ერთად, თუმცა ისევე განიცადა ის ყველაფერი რაც მან საკუთარი თვალით ნახა, როგორც თქვენ განიცდიდით. უპირველეს ყოვლისა კითხვას დაგისვამთ მისაც, ესაუბრეთ თუ არა ზვიადს, რადგან ჩვენ ვნახეთ როგორ ამბობდით რომ არ ინერვიულო მიმართავდით თქვენ შვილს, მე დაგელაპარაკები და მოგეცათ თუ არა ამის საშუალება, ეს გითხარით და მან რა გითხრათ თუ კი გქონდათ საუბარი, შემდეგ კითხვასაც დაგისვამთ. ზვიადმა დამირეკა რომ ნახა ეს ნერვიულობა, დედა რა ხდება არ ინერვიულო, მეთქი არა დედა არ ვინერვიულებ, ცოტა ახლა იყო ემოციური სიტყვა ნამდვილად გამომიყვანა წყობიდან, მაგრამ არაუშავს. ზვიადმა დამელაპარაკა, მე ისევ გავძლიერდი, იქ შეკრებილ ხალხს მადლობა უთხრა, იმ დროს დარეკა, როცა ფორმულას ვეწერებოდი და ისიც გააკეთა რა, მოწოდება ხალხს და სტუდენტებს ყველას მადლობა ერთი სიტყვით, არაუშავს ხანდახან ვიტირო რა პრობლემა არის, ერთ-ერთმა თვითონ მიბწყინა კლავი ჩამიშავა, არაუშავს ესეთი რაღაცები. სამაგიეროდ ჩვენგან უფრო ძლიერი დედები იღებენ, ვიდრე მათ გონიათ. 4 თვეა ცდილობის კულტურის ფარგლებში ვთხოვთ, მოუწოდებთ, შეგხვდენ, დაგველაპარაკონ ამ ჩვენ ფაქტურად ახალგაზრდა 19 წლის ბიჭი გამომიკეტეს. რა მაგას რა გონია, ხო მე გავჩერდები? არა და არასოდეს. როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას ესეც ძალიან დიდი დანაშაული გააკეთეს. ჯერ გამოიტანეს კანონი, შეიტანეს, ისევ გამოიტანეს და ბავშვები თვითონ გაწირენ, თვითონ უნდა უჩივლოს, საერთოდ საქართველოს უნდა უჩივლოს ქართულ ოცნებას, რომ ესეთი ახალგაზრდები გაწირეს, რომელიც უნდა იღებდნენ განათლებას და ნორმალურ პირობები უნდა ქონდეს და გამომიკეტეს ბავშვი 8 კვადრატში. წეულინც იყოს ქართული ოცნება. ღმერთზე მიმინდია ეს მათი ცოდვები და მათი შვილები მოთხოვენ პასუხს. მე არ ვაპირებ გაჩერებას. კი ბატონო და კითხავთ იმასთან დაკავშირებითაც, ფიქრობთ თუ არა რომ შედგა დღევანდელი დღე, რადგან ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ კომენტარებს ამასთან დაკავშირებით და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯები, რადგან როდესაც თქვენ განცხადება წაიკითხეთ, საკმაოდ ამომწურავად პუნქტებად გქონდათ ჩაშლილი თქვენ გეგმებთან დაკავშირებით. რა იქნება შემდეგი მაყურებელს რომ აუხსნათ? შედგა, ჩვენი პირველი განცხადება შედგა, მეორე ნაბიჯებიც იქნება მესამეც და მეოთხეც. ერთი სიტყვით ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გაგვაჩერებს, რასაც ვიტყვით ჩვენ იმას გავაკეთებთ. ეს დღევანდელი დღე შედგა ბათუმშიც და ზვიად გეტყვიდედი, შენი ფიცი წაიკითხეს ბათუმელებმა, მემორიალთან იქაც მივიდნენ და ზვიადის ფიცი დადეს. ასე რომ ბრძოლა ყველგან არის, ბრძოლა არ ჩერდება, გავიმარჯვებთ სახელოვნად.